დღეს მინდა წავიკითხო წმინდა ტექსტი წიგნიდან, რომელსაც წმინდა კლიმენტმა ალექსანდრიელმა უწოდა სულიერი სახარება. რომელიც წიგნიდან წავიკითხო ტექსტი. გავიმეორო შეკითხვა. დღეს ვაპირებ წაკითხვას ნაწყვეტისა წიგნიდან, რომელსაც წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელმა უწოდა სულიერი სახარება. მოკლედ ვიტყვი, რომელ წიგნს წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელმა უწოდა სულიერი სახარება. სულ რომ არ ვიცოდეთ, ვინ არის წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელი. საერთოდ არ გქონდეს წაკითხული მისი ნაშრომები. მაგრამ გქონდეს წაკითხული ახალი აღთქმის წიგნები. როგორ ფიქრობთ? რომელ წიგნს უწოდებდა ეკლესიის მამა წმინდანი სულიერ სახარებას? აბა ვინ არის თქვენ შორის ყოჩაღი? ყველა ყოჩაღები ხართ, ვიცი. მაგრამ ვინ მიხვდება? მიხვედრილი ყოჩაღი ვინ არის, ასე ვთქვათ? აბა ვიდრე წავიკითხავდით. უკვე ყველაფერი გააფუჭეს, ხო? უკვე ზემოდან დაიწერა. იმიტომ რომ ზემოთ არ უსმენენ ჩემს ლაპარაკს. ავტომატურად აკეთებენ რობოტებივით. კონტაქტი აქვს დარღვეული ჩემთან. იციან რომ ამ დროს უნდა აჩვენონ ეს ტექსტი. სხვანაირად რომ თქვა იქ სხვა გამოძახილი იქნება. კარგით. ჩავთვალოთ რომ თქვით. ჩავთვალოთ რომ მიხვდით. სულიერი სახარება. მართლაც მეოთხე სახარება, იოანეს სახარება არის გამორჩეული, ვიდრე რამდენი დანარჩენი? 3 დანარჩენი. მარკოზის, მათეს, ლუკას. თუ თანმიმდევრობით ვიტყვით, როგორც ახალ აღთქმაში არის განლაგებული წიგნები, მათე, მარკოზი, ლუკა. შემდეგ იოანე. ამიტომაც იოანეს სახარებას უწოდებენ მეოთხე სახარებას. ხოლო წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელი უწოდებს სულიერ სახარებას, განსხვავებით 3 სხვა სახარებისგან, რომლებსაც სხვანაირად კიდევ უწოდებენ როგორ სახარებებს. ამას ვერ ანახებენ. სინოპტიკურ სახარებებს. ერთგვარ სახარებებს, ერთნაირს, მსგავს. მართლაც იოანეში, ანუ მეოთხე სახარებაში, ჩვენ შეიძლება დავინახოთ, აღმოვაჩინოთ ღვთისძე იესო ქრისტე ისეთად დავინახოთ უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ვხედავთ მას სამივე სახარებაში, სინოპტიკურ სახარებებში. იოანეს სახარება იწყება სიტყვებით დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. უკვე ჩანს მისი სულიერება, მისი აღმატებულება პირველივე მუხლიდან, პირველივე სტრიქონიდან. მეოთხე სახარება, წმინდა იოანეს სახარება, წმინდა კლიმენტ ალექსანდრიელის სიტყვებით რომ თქვათ სულიერი სახარება, მერვე თავი 42 მუხლი. უთხრა მათ იესომ, ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი, მაშინ მე გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღვთისაგან. ვინაიდან მე ჩემით კი არ მოსულა, არამედ მან მომავლინა. ეს არის ღვთის სიტყვა.
ვილოცოთ. გულმოწყალების უშრეთო წყაროვ, ჩვენო ღმერთო, მამაო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვეცხადებ შენს ნებას. შენი სული წმინდის მადლით მოგვანიჭერათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას. დავინახოთ ქრისტეს მშვენიერება, ვერ წმუნოთ მას. დავიჯეროთ ის, შევიყვაროთ და გავხდეთ შენი საყვარელი შვილები. მოგიხმობთ იესო ქრისტეს მიერ. ამინ. იესო ყველას არ უყვარს. და იგულისხმება აქ არა მხოლოდ გამოუსწორებელი ცოდვილები, არც ათეისტები. ამაზე არ გვაქვს ლაპარაკი. გამოუსწორებელ ცოდვილებს, ათეისტებს იგულისხმება, რომ ისედაც არ უყვართ იესო, რატომ უნდა უყვარდეთ? ათეისტებს საერთოდ არ ჯერათ, რომ იესო ღმერთი და ასე შემდეგ. რეალურია. ხოლო გამოუსწორებელ ცოდვილებს ცოდვა უყვართ. და იესოს სიყვარული მათთვის უცხოა. აქ ლაპარაკი არის მათზე, რომელნიც ამბობენ და აცხადებენ, რომ სწამთ იესო. მაგრამ სინამდვილეში იესო არ უყვართ. ჩვენ პარასკევობით განვიხილავთ თემას სახელწოდებით ჭეშმარიტი მოქცევის, იგივე ხელახლა-შობის, მაღლიდან შობის უტყუარი ნიშნები. არაერთი ნიშანი განვიხილეთ. თქვით, რომ ჭეშმარიტ მოქცევას, ანუ ხელახლა-შობას თან ზდევს უეჭველი, ნამდვილი ნიშნები, შედეგები, რეზულტატები. თქვენ წინაშია ერთ-ერთი სიმპტომი. მედიცინური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სიმპტომი ნამდვილი ჭეშმარიტი ხელახლა-შობისა. იესომ თქვა, თქვენი მამა რომ ღმერთი იყოს, ანუ თქვენ რომ ღვთისშვილები იყოთ. თქვენ რომ ჭეშმარიტად, ნამდვილად ღვთისშვილები იყოთ. თქვენ აუცილებლად გეყვარებოდათ ძე. აუცილებლად გეყვარებოდით. აუცილებლად გეყვარებოდათ იესო ქრისტე. იესო ქრისტეს სიყვარული ეს არის სიმპტომი. ეს არის ნიშანი, უტყუარი ხელახლა-შობისა, ჭეშმარიტი მოქცევისა. სვასიტყვებით რომ ვთქვათ, იესომ ამ განაცხადით თქვა, ვინც არ არის ღვთისაგან ჭეშმარიტად შობილი, მას მე არ ვუყვარვარ. ქრისტეს სიყვარული. მაგრამ რა შუაშია აქ ის, რაც მე ვთქვი დასაწყისში, რომ არა მარტო გამოუსწორებელ წარმართებს, ცოდვილებს და მეომარ ათეისტებს შესაძლებელია არ უყვარდეთ იესო და ეს ასია, არამედ აგრეთვე მათაც, რომელნიც ამბობენ და აღიარებენ, რომ სწამთ იესო, მაგრამ სინამდვილეში არ უყვართ ის და შესაბამისად არ არიან მისგან შობილები. ლიტერატურული კონტექსტი, ისევ კონტექსტი და კონტექსტი. არ შეიძლება, დაუშვებელია სიტყვების განხილვა, მათი შესწავლა, სხვა სიტყვებისგან დამოუკიდებლად. სიტყვა კონტექსტი, ლათინური სიტყვა კონტექსტუს და ნიშნავს ხლარწს. ლიტერატურული კონტექსტი ნიშნავს ყველა იმ მუღს, თავს, აბზაცს, რომელიც წინ უსწრებს განსახილველ ნაწყვეტს და მოძდებს მას. რატომ თქვა იესომ ეს სიტყვები? აი ეს კითხვა მინდა დავსვა. ვის უთხრა და რატომ თქვა? ხუთშაბათს, როდესაც ჩვენ გასვენებაზე ვიყავით, ჩვენი დის ნაზის მეუღლისა, ჩვენი დის მირანდას მამისა,
სხვადასხვა გზებით წავედით სასაფლაოზე. მე ილიას მანქანაში ვიყავი და ერთ ადგილას გავჩერდით. ვიდრე სასაფლაომდე მივიდოდით. ამ დროს გიორგიმ დაურეკა ილიას, გიორგი სხვა გზით მივიდა სასაფლაოსთან და ეკითხება, სად ხარ თქვენ? ილია პასუხობს, 60-თან ვდგავართო. ეკითხებით, თუ არ გვეცოდინება კონტექსტი, ანუ ვინ დარეკა, რისთვის დარეკა, რა მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, თუ არ გვეცოდინება მთლიანად ლაპარაკი, რა აზრს გამოიტანდით ამ სიტყვებიდან. აი დაუშვათ, უცხო ხართ, არ იცით სად მიემგზავრებიან ეს ადამიანები, ვინ ურეკავს, რატომ ურეკავს, რას ეკითხება. უბრალოდ კითხვა პასუხი, სად იმყოფებით? 60-თან. რას გაიგებთ? 60-თან იფიქრებთ, რომ აქ თეოლოგიური საუბარი მიდის. აქ მიდის საუბარი სულიერი. რო გიორგი ეკითხება, როგორ არის შენი გული ძმაო? და ილო პასუხობს, 60-თან არის. გამზადებულია ჩემი გული, რომ 60-ში შევიდეს, ხომ? ზუსტად ასე ძალადობენ საღვთო წერილზე. ზუსტად ასე განმარტავენ ხშირად. აქედან იბადება სხვადასხვა ცდომილება, ერესი თუ ცრუსწავლება. როდესაც იღებენ გარკვეულ სიტყვებს და როგორც მათ მიაჩნიათ, მოსწონთ, ან როგორც პოპულარულია, როგორც გამოეცხადათ, ან როგორც იგრძნეს, ან ჩათვალეს, აი ისე განმარტავენ. არადა ილია ჩვენი ძმა გულისხმობდა სულ სხვა რამეს, არც 60-ს, არც გულის მომზადებას. რესტორანი, სადაც ჩვენ გაჩერებულები ვიყავით, იწოდება 60-ით. სახელწოდება, სადაც გავჩერდით. მეტი არაფერი, არანაირი ანგელოზები, არანაირი 60 და ასე შემდეგ. ეს მაგალითი მოგიყვანეთ, რომ დავფიქრდეთ, ყოველთვის, როდესაც საღვთო წერილის ტექსტს ნაწყვეტს ვიღებთ და ვიწყებთ მის შესწავლას, განმარტებას, გააზრებას, მნიშვნელობის ჩაწვდომას, აბა რა გინდათ ტექსტი თუ მნიშვნელობას ვერ ჩავწვდით და უბრალოდ დავიზებირებთ. ხო და რატომ უთხრა იესომ, ან ვის უთხრა იესომ, რისთვის უთხრა იესომ ეს სიტყვები? თქვენი ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს სინამდვილეში, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ რომ ღვთისშვილები იყოთ, ნამდვილად რომ ღვთისშვილები იყოთ, მაშინ თქვენ მე გეყვარებით. იცით, ვის უთხრა იესომ ეს სიტყვები? მორწმუნეებს. ამიტომ თქვი დასაწყისში. შეიძლება ამბობდე, რომ მე მწამს იესო და იესო არ გიყვარდეს. მორწმუნეებს უთხრა. აი რას ვკითხულობთ? როცა ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი. ეს ზემოდან ვკითხულობ. ეს არის სწორედ ლიტერატურული კონტექსტი. ბევრმა ირწმუნა, მიაქცეთ ყურადღება, უამრავი მორწმუნე შეიძინა ქრისტემ. ბევრმა ირწმუნა. უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას. ისევ მეორდება. რომლებიც ერწმუნენ მას. მორწმუნეებს უთხრა. გამოუსწორებელ ცოდვილებს, წარმართებს, რომაელებს, ათეისტებს არა, მორწმუნეებს უთხრა. და რა უთხრა? თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას, იწყება კონფლიქტი, არ მოეწონათ ქრისტეს სიტყვები. როგორც კი იესო მიუთითა ცოდვაზე, როგორც კი იესო მიუთითა მათ საჭიროებაზე, გადარჩენაში უკვე არ მოეწონათ. არადა ირწმუნეს. როგორც კი სიმართლე მოისმინეს, არ მოეწონათ და მათი დამოკიდებულება სიმართლის მთქმელისადმი შეიცვალა. წარმოიშვა კონფლიქტი. მიუგეს მას, ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ.
აი გვარტომობაზე ვინც ამაყობს, მე ეს გვარი მაქვს, მე აქ ვარ დაბადებული, ჩემი მამა ეს არის, ჩემი პაპა ეს არის, ჩემი დიდედა ეს არის. არასოდეს არავისი მონები არ ყოფილვართ, როგორღა ამბობ თავისუფლები გახდებითო. იესო მიუთითა მათ ბუნებრივ მდგომარეობაზე. იესო მიუთითა, რომ თუ ისინი ნამდვილად მორწმუნეები იყვნენ, აუცილებლად უნდა დარჩენილიყვნენ რაში? მის სიტყვაში. და ძე გაათავისუფლებდა მათ ცოდვის კეთებისგან. მიუგო მათ იესომ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, შეიძლება თქვენი მამა ა ブラ ამია, შეიძლება თქვენ კარგი წარმოშობა, წარმომავლობა გაქვთ. შეიძლება ფორმალურად თავისუფლები ხართ, მაგრამ ჯერ ესეთი არ იყვნენ თავისუფლები, ფორმალურადაც, პოლიტიკურადაც, იმიტომ რომ იმ დროს, როდესაც იესო მოვიდა მათთან, ისინი იყვნენ დატყვევებულნი, დამონებულნი, დაპყრობილნი რომაელთა მიერ. დამოუკიდებლობას არ გააჩნდათ, პროვინცია იყო, ხარკს უხდიდნენ უცხოტომელებს, რომაელებს და ამბობდნენ ჩვენ თავისუფლები ვართ. რა უყოთ? ამაყობდნენ თავიანთი წარმოშობით. მაგრამ იესოს სულ სხვა დამოკიდებულებაზე და მონობაზე ესაუბრებოდა მათ. უფალი ბრძანებს, მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ანუ მონა ვერ გადარჩება. ძე რჩება საუკუნოდ. თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით. აი ეს არის ნამდვილი თავისუფლება. ხედავთ საღვთო წერილში, მუდამ არის ლაპარაკი ნამდვილზე და ყალბზე. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი. ესე იგი არსებობს არაჭეშმარიტი ვაზი. არსებობს მითომ გათავისუფლება, მითომ ლოცვებით, მითომ მარხვებით, მაგრამ არა რეალური, არა ნამდვილი, მითომ განკურნება, მითომ მოქცევა, მითომ ხელახლაშობა, მითომ ქრისტიანობა, მითომ პასტორობა, მითომ ქადაგება. თუ ძე გაგათავისუფლებთ, მაშინ ხართ ნამდვილად თავისუფლები. ვიცი, რომ ა ブラ ამის შთამომავალნი ხართ, უთხრა ქრისტემ, ვიცი ძალიან კარგად. მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ. ხედავთ? დამოკიდებულება იესოსთან არის გამსაზღვრელი. ჩემს მოკვლას ცდილობთ. რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. ეტევა თუ არა ქრისტეს სიტყვა ჩვენში? ეტევა არის ჩვენს გულში და ცხოვრებაში ადგილი ქრისტეს სიტყვისთვის. ეტევა ეს სიტყვა ჩვენში. თუ ჩვენი წარმოდგენები, ჩვენი სტერეოტიპები, ჩვენი ემოციებით, მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრი სხვანაირია, მე ასე არ მისწავლია და სხვადასხვა რამეებით, თუ გნებავთ ჩვენი ფორმალიზმებით, არ ვაძლევთ ამ სიტყვას საშუალებას, რომ დაეტიოს ჩვენში, მოთავსდეს ჩვენში, ნახოს ადგილი ჩვენში, დაივანოს ჩვენში. მე იმას ვლაპარაკობ, რაც ჩემს მამასთან ვნახე. თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენს მამასგან მოისმინეთ. ამ სიტყვებზე საერთოდ გაცხარდნენ. მიუგეს და უთხრეს მას, ჩვენი მამა ა ブラ ამია. უთხრა მათ იესომ, თქვენ რომ ა ブラ ამის შვილები იყოთ ნამდვილად, ა ブラ ამის საქმეებს გააკეთებდით. ანუ თქვენ იჩემებთ რომ ხართ ა ブラ ამის შვილები. თქვენ მამა თქვენის საქმეებს აკეთებთ, უთხრა ქრისტემ უკვე პირდაპირ და გაჭრილად. უთხრეს მას, ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ჩვენ ერთი მამა გვყავს, ღმერთი. და სწორედ ეს არის ჩვენი ტექსტი 42. აი ამ სიტყვებზე უპასუხა იესომ. როდესაც უთხრეს, არა, ჩვენ ღვთისშვილები ვართ. არა, ჩვენი ღმერთია, ჩვენი მამა. იესომ თქვა, ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ მე გეყვარებით. ჩემ მოკლას კი არ დააპირებთ, მე გეყვარებით. ძმებო და დებო, მინდა გითხრათ, რომ ღვთის შვილებს თავდავიწყებით უყვართ იესო, ნამდვილ შვილებს. და იცით როგორ უყვართ? ჯერ ერთი უყვართ ყველაზე მეტად. ასე წერია. მშობლებზე მეტად. შვილებზე მეტად.
მეუღლეებზე მეტად და საკუთარ თავზე მეტად. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უყვართ არც მშობლები, არ უყვართ არც შვილები და რაღაც ველური მხეცები არიან, გულქვა, მოძულეები არიან. არავინ არ უყვართ გარდა იესოსი, არა. ეს დამახინჯება საღვთო წერილის ტექსტის გაგების. ზოგი შეიძლება ასე ბოროტ სიტყვაობდეს. აი, ისინი იჩემებენ, რომ მხოლოდ იესო უყვარდა სხვა არავინ. არა. ამას წინ საუბრობდით გასვენებაზე, რომ ვიყავით, რა არის ცოდვა. და ყველას შევეკითხე, რა ფიქრობ, განმარტება შენი, რა არის ცოდვა. და ერთ-ერთმა მიპასუხა ავგუსტინეს სიტყვებით, ვინც აქ ბრძანდება. და ძალიან მესიამოვნა სხვათა შორის. ყოველად არ მილაპარაკია, რომ ცოდვა ეს არის მოუწესრიგებელი სიყვარული. ცოდვა არ გულისხმობს, რომ შენ არ გიყვარს დედა, არ გიყვარს მეუღლე, არ გიყვარს შვილები, არ გიყვარს შენი კარიერა, შენი საქმე, შენი სამშობლო და ასე შემდეგ. მაგრამ ნეტარი მამის განმარტებით, რა თქმა უნდა, საღვთო წერილის საფუძველზე, სიამდვილეში ცოდვა ეს არის მოუწესრიგებელი, უწესრიგო სიყვარული, რაც ნიშნავს იმას, რომ იესოს სიყვარული ან ღვთის სიყვარულებს შორის რაღაც მეორე, მესამე ან თუნდაც რაღაც პერიფერიულ ადგილს იკავებს. არადა ღვთისშვილებს იესო უყვართ ყველაზე უფრო მეტად. წარმოგიდგენიათ ადამიანს როგორ უყვარს თავისი დედა, თავისი მამა, შვილი, მეუღლე, ვისაც მეუღლე უყვარს, თავისი სამშობლო, თავისი საქმე როგორ უყვართ. აი რო შეხედავთ ზოგიერთს, აი პირდაპირ საქმეზე შეყვარებული ადამიანებია, რაც კარგია, თავიანთი პროფესია როგორ უყვართ. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერზე მაღლა უყვართ ღვთისშვილებს იესო. ეს ყველაფერი უყვართ. აი როდესაც იესოს სიყვარული მოექცევა ყველა სიყვარულზე უფრო მაღლა, მაშინ ჩვენ შევძლებთ ნამდვილი სიყვარულით შევიყვაროთ სხვები დანარჩენები. ისეთი სიყვარულით, როგორც ნებავს ღმერთს. ღვთისშვილებს უყვართ იესო საკუთარ თავზე მეტადაც. ისინი მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიყონ, საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენონ. თუ საჭიროა, სიცოცხლეც კი გაწირონ. უამრავი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში, როდესაც ადამიანები იესოს სიყვარულის გამო სიცოცხლესაც დებდნენ. ტერტულიანი ამბობს, რომ მოწამეთა სისხლი ეს არის თესლი ეკლესიისა, მოწამეთა სისხლი. პირველი 300 წლის განმავლობაში ქრისტიანების სისხლით ირწყვებოდა იმპერიის მიწაწყალი. ახლა შეიძლება ადვილია ქრისტიანობა, მოდი ქრისტესთან და შენ მიიღებ ამას, შენ მიიღებ იმას. ჩვენ წავალთ ბანაკში, იქნება კონფერენცია. მოდი ქრისტესთან განიკურნები, მოდი ქრისტესთან გამდიდრდები. პირველი 3 საუკუნის განმავლობაში ასეთი ქადაგება იყო. მოდი ქრისტესთან და მხეცებთან გადაგაგდებენ. მოდი ქრისტესთან და კონფისკაციას დაემქვემდებარება შენი ქონება. მოდი ქრისტესთან და შეიძლება შენი ოჯახი აწიოკებული იყოს. მოდი ქრისტესთან და შეიძლება შენ ცხოვრებაც კი დაკარგო. როგორ მოგწონთ ასეთი ქადაგება? და მინდა გითხრათ, რომ 300 წლის განმავლობაში იმდენად გაიზარდა ეკლესია, იმდენად გამრავდა მორწმუნეები, რომ მთელი იმპერია მოიცვა. ერთი რომელიღაც მიყრუებული, მიჩუმათებული პროვინციიდან ქრისტიანობა გადაიქცა სახელმწიფო რელიგიად. მოდი ეკლესიაში ჩვენთან, კარგი ყავის ან ჩაის სმა გვაქვს. ნახეთ, ყავის დალევაზე, ჩაის დალევაზე, რაღაც დაპირებებზე აგებული ქრისტიანობა, როგორ მიგაჩნიათ, რანაირი ქრისტიანობა? მე არ ვამბობ, რომ ყავა არ უნდა დალევან ჩაი, სხვანაირად არ გაიგო. მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ ღვთისშვილებს უყვართ იესო და უყვართ იესო თავგამოდებით. საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. მათ ისე უყვართ იესო, რომ ისინი ხარობენ ამ სიყვარულში
და ემსახურებიან მას. წარმოგიდგენიათ, ღვთისშვილებს ისე უყვართ იესო, რომ მზად არიან დაემორჩილონ მის ყველა სიტყვას. ყველა სიტყვას. მათთვის მთავარია იესომ თქვა, კანონია. ისინი ემსახურებიან ქრისტეს არა იძულებით, არა გამორჩენით, არამედ იმიტომ, რომ უხარიათ ამის გაკეთება. იმიტომ, რომ ყოველდღე მადლობას სწირავენ მას, უფალო მადლობა ასეთი პატივისთვის, რომ დამდე ასეთი პატევი და მომანიჭი ასეთი მადლი, რომ შენ გემსახურო. ღვთისშვილებს იმდენად უყვართ იესო, რომ ისინი თაყვანს სცემენ მას რეგულარულად სხვებთან ერთად. იმდენად უყვართ იესო, რომ ერთმანეთს მიუტევებენ. ამ პატიებას თხოვენ. ეს არის სიყვარული, ნამდვილი. ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში ნათქვამია არა მარტო უტყუარ ნიშანზე, ღვთისაგან ხელახლა შობისა, ან უტყუარ ნიშანზე ღვთის შვილებისა, რაც არის იესოს სიყვარული, არამედ მიზეზზე, რატომ უყვართ ღვთის შვილებს ასე იესო. ჯოელ ბიკი, რომელიც გახლავთ, სხვადასხვა ცოცხალია, ჰომილეტიკის, სისტემატური ღვთისმეტყველებისა და პრაქტიკული ღვთისმეტყველების პროფესორი, თავის წიგნში, ის 70-ზე მეტი წიგნის ავტორია, ჯოელ ბიკი, დღესაც ცოცხალია, 52 წელს არის დაბადებული, ძალიან ნაყოფიერი ავტორია. ერთ-ერთ თავის წიგნში სახელწოდებით რატომ მოვიდა ქრისტე, Why Christ Came, მისი ორიგინალური სახელწოდება, განმარტავს 42 მუხლს და ამბობს, რომ აქ ამ მუხლში არის მოცემული ორი მიზეზი. რატომ უყვართ ღვთის შვილებს იესო? ორი მიზეზი. პირველი მიზეზი. მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ეს პატარა მუხლი. უთხრა მათ იესომ, ღმერთი რომ მამა იყოს თქვენი და უკვე იცით რატომ უთხრა იესომ ეს სიტყვები, იმიტომ რომ იჩემებდნენ რომ ღმერთი ჩვენი მამა, ამბობდნენ რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართო, მაგრამ იესომ უთხრა, ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ მე გეყვარებოდით. რადგან? აი ეს სიტყვა რადგან, აი ეს ერთი სიტყვა მიუთითებს მიზეზზე. რადგან და შემდეგ იესო ამბობს, რადგან და ასე შემდეგ. იმიტომ უყვართ ღვთის შვილებს იესო, რადგან და დასახელებულია ორი მიზეზი. რა არის ეს ორი მიზეზი? რადგან. რატომ უყვართ ღვთის შვილებს იესო და უყვართ ისე როგორც ვთქვით? თავგანწირვით, ყველაზე უფრო მეტად. მისთვის ისინი მზად არიან ყველაფრისთვის. რატომ? ორი მიზეზი, როგორც ჯოელ ბიკი განმარტავს და აი ამ სიტყვა რადგანს უკავშირებს იესოს სიყვარულის მიზეზებს. პირველი მიზეზი ეს არის ის, რომ იესო მამისაგან გამოვიდა, როგორც ამ ტექსტში წერია, და მეორე არის ის, რომ იესო ჩვენთან მოვიდა. გამოვიდა მამისგან და ჩვენთან მოვიდა. სხვანაირად ვიტყვით. პირველი მიზეზი არის ის, თუ ვინ არის იესო? თავისთავად, პიროვნულად, ვინ არის? და მეორე, რა გააკეთა იესო? კიდევ სხვანაირადაც ვიტყვით. პირველი მიზეზი არის მისი ღვთაებრიობა და მეორე მიზეზი არის მისი კაცობრივი ბუნება, მისი ადამიანურობა. ღვთაებრიობა, ადამიანურობა. ვინ არის, რა გააკეთა? ვისგან მოვიდა და ვისთან მოვიდა? ეს არის ორი მიზეზი. როდესაც პეტრემ ქრისტე უარყო განსაცდელის ჟამს და იესო შეხვდა მას აღდგომის შემდეგ. რა შეეკითხა? პეტრე,
შენ დილას წაიკითხე ბიბლია. პეტრე, შენ ზეპირად დაისწავლე მუხლები. პეტრე, შენ გწამს ჩემი. რა შეეკითხა? და თანაც სამჯერ. პეტრე, შენ გიყვარ ვარ მე. რა თქმა უნდა, არ შეიძლება შეიყვარო ის, ვისიც არ გჯერა. ჯერ უნდა დაიჯერო და შემდეგ შეიყვარო. და აგრეთვე არ შეიძლება გიყვარდეს თუ არ იცი ვინ არის და რა გააკეთა. როგორ შეიძლება ასეთნაირად შეგიყვარდეს ვინმე? თუ არ გჯერა მისი და თუ არ იცი ვინ არის და რა გააკეთა. პირველი მიზეზი ვინ არის, საიდან მოვიდა და მეორე მიზეზი რა გააკეთა. სად მოვიდა, ვისთან მოვიდა. სხვადასხვა აი ამ ორ სიტყვას ყურადღებას აქცევს ეკლესიის დიდი წმინდანი მამა, რომელსაც უწოდებენ დასავლეთის ათანასეს. ხო არ გახსოვთ, რომელ მამას უწოდებენ დასავლეთის ათანასეს? ანუ ჩვენ გვყავს ერთი ათანასე, წმინდა ათანასე დიდი, ათანასე ალექსანდრიელი. ეკლესია მას დიდი უწოდა. მისი განსაკუთრებული ღვთისმეტყველებისათვის და როლისთვის, რომელიც განგებმა მას დააკისრა ეკლესიისათვის ძალიან კრიტიკულ დროს. მაგრამ დასავლეთსაც ყავს თავისი ალექსანდრე, თავისი ათანასე უფრო სწორად. ჩვენი ათანასე აღმოსავლელია, ალექსანდრიელია, მაგრამ დასავლეთის ეკლესიასაც ყავს თავისი ათანასე. ეს არის ჰილარი, იგივე ჰილარიუს პიქტავიელი, იგივე პუატიელი. პუატი არის საფრანგეთში ქალაქი, რომლის ლათინური სახელწოდება არის პიქტავიუმი და ამიტომ ქვია ჰილარი ან ჰილარიუს პიქტავიელი. ის იყო ეპისკოპოსი ამ ქალაქისა, არის ავტორი არაერთი თხზულებისა, მაგრამ მას სახელი გაითქვა თავისი მთავარი თხზულებით, ნაშრომით სამების შესახებ, De Trinitate ლათინურად. ჰილარი პიქტავიელი ცნობილია სწორედ ამ ნაშრომის წყალობით. რატო ვახსენეთ წმინდა ჰილარი პიქტავიელი? სწორედ 42 მუხლზე ჩერდება ის და ამბობს, რომ ეს ორი სიტყვა არ აღნიშნავს ერდაიგივეს, ერდაიმავეს უფრო სწორად. მე გამოვედი და მოვედი, გამოვედი და მოვედი, ეს ორი ზმნა, ეს ორი სიტყვა. წმინდა ჰილარი პიქტავიელი ამბობს და იმეორებს, რომ ღვთის შვილებს უნდა უყვარდეთ იესო, ეს არის ნიშანიო. და აღნიშნავს, რომ ეს ორი სიტყვა გამოდის და მოდის არ აღნიშნავს ერდაიმავეს. პირველი აღნიშნავს იესოს ერთობას მამასთან, ის რომ წმინდა სამების მეორე პირი არის შობილი, არა დროში შობილი, არა ხორციელად შობილი, არამედ ის იწოდება ღვთის ძედ. ეს არის წმინდა სამების პირებს შორის ურთიერთობა, მამასა და ძეს შორის. სიტყვებით რომ თქვათ, წმინდა ჰილარი პიქტავიელი ამბობს, რომ გამოდის ნიშნავს, რომ ის არის ღმერთი. და მეორე სიტყვა მოდის. მამისაგან გამოდის, მამისაგან მოდის. მე გამოვედი და მე მოვედი. მოდის ნიშნავს მის განკაცებას, ხორჩესხმას, ჩვენთან მოსვლას. ვინ არის იესო? იესო არის ჭეშმარიტი ღმერთი. ეს არის პირველი მიზეზი. ადამიანი სახელად იესო ქრისტე ნაზარეთიდან, რომელიც დააბიჯებდა მიწაზე, იყო უფრო მეტი ვიდრე ადამიანი. ის იყო და არის ხორჩესხმული ძე ღვთისა, რომელიც მამასთან იყო დასაწყისში. მამის წიაღში მყოფი, მამის მიერ შეყვარებული, მამის სიახლოვეში ისე ახლოს მყოფი, რომ მას შეეძლო ეთქვა, მე მამაში ვარ და მამა ჩემში და ისე ეთქვა,
რომ ასე არავის არ შეუძლია თქვას. ამიტომაც ყველა ვინც მას ხედავდა მამას. ამ მიზეზით ჩვენ ვკითხულობთ სიტყვებს, ჩვენ ვიხილეთ ღვთის დიდება, როგორც დიდება მხოლოდ შობილი ძისა, იმიტომ რომ ღვთის დიდება გამოფწყინდა იესო ქრისტეში. იესო ქრისტე ამ თვალსაზრისით არის ღმერთი მოსული ხორცში. ღვთის ბრწყინვალება, მისი სიდიადე კაშკაშებს იესოს პიროვნებაში. ეს იზიდავს ღვთის შვილებს, ეს ხდება მიზეზი მათი სიყვარულისა. იესო პირდაპირ ამბობს, ღვთის შვილებს მე უყვარვარ, რატომ? რადგან მე გამოვედი მამისგან. მე და მამა ერთი ვართ. მე ვარ ღმერთი მოსული ამ ქვეყნად. ვინც მე მიხილა, მამა იხილა. მეორე მიზეზი. ის არა მარტო გამოვიდა, არა მარტო არის ერთ არსი მამასთან, არამედ ის მოვიდა კიდეც. რას ნიშნავს მოვიდა? მოვიდა ნიშნავს, რომ მან აღასრულა მამის ნება ამ მიწაზე. ასე განმარტა თავად ქრისტემ, მე ჩემი ნებით კი არ მოსულ ვარ, არამედ მან მომავლინა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა მოსვლა და მამამ დააძალა. ამ სიტყვებით იესო ხაზს უსვამს მის მიერ მამის ნების უპირობო შესრულებას. შეხედეთ იესოს სიცოცხლეს. შეხედეთ იესოს ცხოვრებას. მთელი თავისი ცხოვრებით ის იყო მამის ნების განუწყვეტელი აღმსრულებელი. მთელი თავისი ცხოვრება. იცით რა თქვა უფალმა? მე გადმოვედი ზეციდან მისი ნების აღსასრულებლად. ის დაიბადა ამ ქვეყნად, ერთადერთი, რაც მას ასაზრდოებდა მის პიროვნებას, მის კაცებრ ბუნებას, იყო ღვთის ნების შესრულება. მინდა შეგახსენოთ ერთი ფრაგმენტი იესოს ცხოვრებიდან. იესო დაიღალა. იესოს ტყუროდა. იესო ჩამოჯდა დაღლილობის გამო. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის ნამდვილად ადამიანია. ოღონდ რა თქმა უნდა ცოდვის გარეშე. ის ჩაისახა უბიწოდ, ის მოვიდა ცოდვის გარეშე და ის ცხოვრობდა ცოდვის გარეშე, მაგრამ დაიღალა, მას ჰქონდა ადამიანური ბუნებრივი უძლურებები. რომლებიც რა თქმა უნდა ცოდვა არ არის, მაგრამ უძლურებებია. და ადამიანისთვის არის მხოლოდ დამახასიათებელი. მაშასე იესო ჩამოჯდა, მოსწყურდა და სხვას თხოვა. მარტო ეს სიტყვები ძალიან ეხება ჩვენს გულებს. ღვთის ძე, რომელმაც შექმნა წყლები, რომელმაც მოიგონა საერთოდ წყალი, რომელიც განაგებს ყველაფერს, სთხოვს ერთ ადამიანს, თანაც ყველაზე უფრო უარყოფილ ადამიანს, მარგინალს იმ სოფელში, ერთ ქალს. გამორჩეულს არა კარგი რეპუტაციით, არც თუ ისე კარგი რეპუტაციით, სთხოვს წყალი დამალევინეო. ეს მართლაც საოცრება. და იცით, ისე მთავრდება თუ დაუკვირდებით ტექსტს, რომ ეს ქალი წყალს არ ალევინებს. გარბის სოფელში, რათა ყველას აუწყოს, რომ მოძებნა და ნახა იპოვა მესია. დაღლილი, დაქანცული, მწყურვალ იესო ჩამოჯდა, სთხოვა სხვას წყლის დალევინება, არ დაალევინეს წყალი და ამ დროს მოდიან მოწაფეები. იყიდეს საჭმელი. და სთავაზობენ, იმიტომ რომ იციან რომ მშიერიც არის, არა მარტო მწყურვალი, მშიერიც არის. და ეუბნებიან, ჭამეო, რას პასუხობს იესო? რა უპასუხა იესო მოწაფეებს? მე უკვე ვჭამეო. გაუკვირდეთ. ნუ თუ ვინმე მოუტანა საჭმელიო, რა სჭირდებოდა იესოსთვის, რომ ვინმეს მოიტანა? იესო ერთ სიტყვას იტყოდა. ამაშიც ცდიდა სწორედ ეშმაკი, იმიტომ რომ იცოდა მან იესოს ძალაუფლება. ერთ სიტყვას იტყოდა და რა შეჭირდებოდა სხვისი მოტანა, როდესაც იესომ 5000 კაცი დააპურა. მეორეჯერ 4000 პური დააპურა. ძალიან მცირედით.
მაგრამ იესომ უპასუხა: მე ვჭამე უკვე, იმიტომ რომ ღვთისნება ავასრულებ. ეს იყო მისი საჭმელი, ეს იყო მისი პური. ამით საზრდოობდა. მთელი მისი ცხოვრება იყო ღვთისნების შესრულება. და გეკითხებით, რა არის ღვთისნება, რა შეასრულა? მამამ წარმოგზავნა ძე, რათა ეხსნა ცოდვილები. მამის ნება იყო, რომ ის ჯვარზე ამაღლებულიყო. მამის ნება იყო, რომ ის მომკვდარიყო. 33 წლის ასაკში. მამის ნება იყო, რომ ის უსამართლოდ გაესამართლებინათ. მამის ნება იყო, რომ ის დატანჯულიყო. მამის ნება იყო, რომ მას სისხლი დაეღვარა. მამის ნება იყო, რომ მას ჩვენი ადგილი დაეკავა. და როგორც ცოდვილი, ისე დასჯილიყო, თუმცა არა ცოდვილი. მამის ნება იყო, რომ ის დაწყევლილი ყოფილიყო, თუმცა კურთხეული. მამის ნება იყო, რომ ის ჩვენი ტკივილები და ავანტყოფობებით გატანჯულიყო, თუმცა ჯანმრთელი იყო. მამის ნება იყო, რომ ის გაღარიბებულიყო და არაფერი არ ქონოდა, თუმცა მთელ სამყაროს ფლობდა. ეს იყო მამის ნება. მამის ნება იყო, რომ თითოეული ცოდვილისთვის, რომელიც გაჩენილა ამ ქვეყნად, ან კიდევ გაჩნდება, სამშობიაროები სავსეა ცოდვილებით, ცოდვილი ბავშვებით. პატარა ცოდვილი ბავშვებით, რომლებიც გადაიქცევიან დიდ ცოდვილ ადამიანებად. თითოეული ამ ბავშვებისთვის, თითოეული ამ მომავალი დასრული ადამიანებისთვის, მან გადაიხადა შესაბამისი საფასური. ამიტომ უყვართ ღვთის შვილებს ის, რომ მასში იხილეს ღმერთი, რომ მასში იხილეს ის, ვინც სიცოცხლე გაიმეტა მათ გადასარჩენად. ძეში ღვთის შვილები ხედავენ, როგორ ძლიერ უყვარს ღმერთს ისინი. მხოლოდ აი ამას შეუძლია ჩვენში სიყვარულის აღძვრა. როგორ ძლიერ უყვარს ღმერთს ისინი და როდის შეიყვარა ღმერთმა ისინი? როდის შეიყვარა ღმერთმა ღვთის შვილები? მაშინ, როცა მათ არ უყვარდათ იესო. მაშინ, როცა ისინი არ იცნობდნენ იესოს. მაშინ, როცა მათ არ იცოდნენ საერთოდ ღმერთი. შეიყვარა მაშინ, როდესაც ისინი ცოდვილები იყვნენ. რათა გამოესყიდა ღმერთს ისინი ცოდვებისაგან. ან გამოესყიდა მათი ცოდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველმა მან შეიყვარა. ღვთისშვილების სიყვარული არის საპასუხო სიყვარული. რატომ შეგვიყვარა? დღეს შევმგალობდით. ერთ-ერთი ფსალმონი იყო, ხო, ლუკა? შესაძლოა დღეს სულ ღვთის სიყვარულზე იყო ყველა საგალობები. რატომ შეგვიყვარა? იმიტომ შეგვიყვარა, რომ ვიმსახურებდით ამ სიყვარულს. რატომ შეიყვარა? იცით, როდესაც მიზეს მოუნახავთ ამ სიყვარულს, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ამით სიყვარული გავაკარწყლით. იმიტომ რომ ამ სიყვარულს არ აქვს არანაირი მიწიერი ხილული მიზეზი, მიზეზი ჩვენში. ეს არის მიზეზი მასში. როგორც კი ჩვენ ვიწყებთ, აი იმიტომ შემიყვარა, რომ აი მე მოვეძებნე ღმერთი, აი მე წავიკითხე ბიბლია, აი მე ვილოცე, აი მე აბრაამის შთამომავალი ვარ, მე ასე და მე ისე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სიყვარულს საერთოდ ვემიჯნებით, იმიტომ რომ მას მიზეს ვუნახავთ. მისთვის მიზეს ვნახულობთ და ამ მიზეს ვნახულობთ ჩვენს თავებში. ირმა ხშირად მეკითხებოდა, რატომ გიყვარვარ? ვეუბნებოდი სულ, ირმა, ძალიან მიყვარხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ. ერთადერთი ხარ ჩემთვის. რატომო? ჩემზე უკეთესი, ჩემზე ლამაზები არიან გაცილებითო? არა, შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ხარ, ყველაზე მიმზიდველი და მშვენიერი. არა, ამას იმიტომ მეუბნები, რომ გიყვარვარო. სულ მეკითხებოდა, მეკირკიტებოდა. ასეთი კირკიტა ურთიერთობა ჰქონდა. რატომ? იცით, კელერი ამბობს ძალიან
მარტივ და მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას აი ამ სიყვარულთან დაკავშირებით. და მადლობა ღმერთს მასთან ყოფნის დროს მე ეს გავიაზრე. რატომ? როგორც კი ჩვენ ავხსნით, რატომ იქ მთავრდება სიყვარული? იმიტომ რომ ლამაზი ხარ. ლამაზი რო აღარ იქნები, აღარ გეყვარება? იმიტომ რომ სტრიები არა გაქვს მუცელზე. რო გაუჩნდება სტრიები, უკვე ისე აღარ მოგწონს? აღარ გიყვარს? იმიტომ რომ ცელულიტები გაუჩნდა. უკვე აღარ გიყვარს? ამიტომ? იმიტომ მიყვარხარ, რომ ძალიან ნაკითხი ხარ. ნაკითხი რო არ იყო, აღარ გეყვარება? ხედავთ, როგორც კი ჩვენ კელერი ამბობს, რომ ნამდვილ სიყვარულს, ღვთაებრივ სიყვარულს არ აქვს მიზეზი. არ აქვს მიზეზი, გიყვარს, რატომ? პასუხი ასეთია ნამდვილი სიყვარულს, მიყვარხარ, იმიტომ რომ მიყვარხარ. შეიძლება ვინმე თქვას, ეს ძალიან ფილოსოფიური, არანაირი ფილოსოფიური არ არის. ეს ბიბლიურია, მიყვარხარ, იმიტომ რომ მიყვარხარ. მურჩა. მიყვარხარ, იმიტომ რომ მიყვარხარ. იესომ შეგვიყვარა არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც გამორჩეულები ვიყავით, მიმზიდველები ვიყავით. აი როგორი მიმზიდველი ვარ, შემიყვარე ღმერთო, პირიქით. ჩვენ იმდენად შეუხედავები, აყროლებულები, იმდენად საძეგელები, იმდენად მიამბოხეები, ცოდვილები და ღირსები საუკუნო სასჯელისა ვიყავით, რომ სიყვარული კი არა. ყველანი ახლა ჯოჯოხეთში უნდა მიმყოფებოდეთ. და ვიწოდეთ დაუშრეტელი ცეცხლით. ეს არის ის, რაც გააკეთა ადამმა და მასში ჩვენ ყველამ შევცოდეთ, მაგრამ მან შეგვიყვარა არა იმიტომ რომ ჩვენ, მან შეგვიყვარა იმიტომ რომ ის. და ბოლო წიანდადება ჩვენი დღევანდელი სიტყვისა. ხადაგებისა. რაც უფრო მეტად ხედავთ ქრისტეს სიყვარულის მშვენიერებას, მით უფრო მეტად გვიყვარდება ქრისტე. და როგორც შედეგი, მეტად გვიჩნდება სურვილი ვიყოთ მისი მსგავსი. ამინ.